გამარჯობა მეგობრებო, მე დღეს მე გაჩვენებთ რაღაც საიდუმლოებს ქალაქ ბრუკლინში რობლოქსში. ხო, მოდი დავიწყოთ და როგორც თქვენ დაინახეთ, მე უკვე აღარ ვარ ჰელოვინის სკინში, იმიტომ რომ ჰელოვინი დამთავრდა და რა აზრი აქვს. ამჯერ ივენთი არ დამთავრდა ჰელოვინის. მალე უნდა დავთავრდეს ისეთ წესით 5 დღეში და ახალი აპდეიტი გამოვა. და ახალ აპდეიტი მე უკვე აღარ გავაკეთე ის და მიმოხილვა აღარ ჩავთვალე საჭირო და რა კამფეტებია უბრალოდ შესაძლებელი მეტი არა რაღაცები შევაგრო მაგრამ არ გაჩვენებთ არ არის ეს საინტერესო ხო და მოკლედ მოდი მე გაჩვენებთ უკვე პირველ საიდუმლოს თქვენ ალბათ არ იცოდით მაგრამ ქალაქ ბრუკლინში არის რაც საიდუმლო ბანკი და მე ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა იპოვოთ ეს საიდუმლო ბანკი და როგორ უნდა გაძარცვათ ის მაგისთვის შევდივართ ბანკში, აი აქ რომ არის რაღაცა თეთრი კარტა, ანუ ვიღებთ მაგას და შევდივართ ლიფტში, აი აქა. ვკეტავთ. და ავდივართ რაღაცა საიდუმლო ადგილას და თქვენ ალბათ ვერ იგებთ რა ხდება აქ და რა ადგილია 2 წამი ყველაფერს აგიხსნით რაღაცა ეს არის საიდუმლო ბანკი სადაც კიდევ რაღაცა ფული ინახება და როგორ გავძარცვათ ხო უნდა ავიღოთ ეს ბარათი რომ აქ ამოვიდეთ აქ რომ გავიდეთ ეს ბარათი გჭირდება ასევე და რა უნდა გავაკეთოთ რომ ბანკი გავძარცვოთ და აქედან ჩვენ ვერ შევალთ აქედან იცით რა უნდა ვქნათ მაგ რაღაცა ვენტილაციიდან მაგრამ აქ რომ რაღაცა ლაზერებია ეგრე მარტივად ვერ გაძარცვა უნდა აიღო ნაჯახი სადღაც რა ხდება და აი ეგრე ურტყა მაგ შუშას სანამ არ გატყდება всё დაიმსხრა და ვიღებთ რაღაცა საიდუმლო გასაღებს შევდივართ აქა აქ ვაკეთებ და რას ხედავთ ქრება ლაზერები და რომ კიდევ რომ იყოს სინათლე ფანარს გირჩევთ რომ ავიღოთ ლაზერები ჩაირთო ჩვენ გავბივართ და რას ხედავთ აღმოჩნდით ადგილას სადაც ფული ინახება კიდევ და როგორ უნდა შევდით იქა ჩვენ დაგჭირდება ამისთვის როგორც ყოველთვის ბომბა მაგრამ ეს ორჯერ უნდა ავაფეთქოთ შედეთ ერთჯერ ვაფეთქოთ ნახევარზე ინგრევა და რომ დლიანად რომ დაინგრეს და ფული რომ მოვიპაროთ ანუ კიდევ ერთხელ უნდა ავაფეთქოთ ეს ვაფეთქდა და შეგვიძლია ფული წავიღოთ შეხედათ ცოტა განსხვავებული ფულია რაღაცნაირი რომელიც ეგრე მარტივად ინვენტორში არ არის აი აქ ვენტილაციიდან უნდა გავიქცეთ ასევე ფანარი ავიღოთ აუცილებლად ოღონდ ფანარი რატომ ამუშავებს ვერ გავიგე всё ამუშავდა მივდივართ და მეტი არაფერი შეგვიძლია წავიდეთ მაგ ბანკიდან ვინ კარგი დაიკიდე და ჩავდივართ ჩავედით და ჩაოლებრივად ქალაქში აღმოჩნდით მაგარია ხო მოდი ეს ყველაფერი გავაუქმო მგონი აღარ დაგჭირდება და მე ახლა გაჩვენებთ კიდევ ერთ საიდუმლოს მაგ ქალაქში მაგისთვის ჩვენ უნდა მივედეთ აეროპორტში წავედეთ და უნდა ავიღოთ აი ეს წითელი ბარათი რომელიც აქ დევს წავედით და აი აქ თუ ჩავალთ და აი აქ დავაჭერთ სად მოვხვდებით რაღაცა უცნაურ ადგილას შეხედეთ აქ სადაც შეგიძლია დაასპავნო მაგალითად ვერტფრენი რაღაცა და რომ გაფრინდე კარები უნდა გააქვს შეხედეთ
ვაჭერ მაგა დორს იღება კარები. ვაჭერთ ჰელიკოპტერს შეგვიძლია რამე დავასპავნოთ. მოდი მფრინავითებში დავასპავნოთ. მომწონს ეგა. და აქ შეგვიძლია გავფრინდეთ ჩაოლებრივად. შეხედეთ? მაგარი ფუნქციაა მგონი, ხო? ერთი საიდუმლო ეგეთი კარგი შეგიძლიათ ისარგებლოთ და ეს არ არის ერთადერთი საიდუმლო აეროპორტში. კიდევ რაღაცას გაჩვენებთ. ალბათ ყველას გინდოთ აი ამ დისპეჩერის ოთახში მოხვედრილიყავით, მაგრამ არ იცო ეს როგორ გიქნათ. მაგაშიც დაგეხმარებით. წამოთავა გეტყვით ახლა როგორ უნდა გავაკეთო. მაგისთვის დაგჭირდება აი ისევე ეს წითელი ბარათი. ავდივართ აი იქა. და ალბათ ყველას გაინტერესებდათ ეს რა ლიფტია და ზუსტად ეს ლიფტი მიდის დისპეჩერის ოთახში. შეხედეთ. შევდივართ, ვიღებთ მაგ წითელ ბარათს და რას ხედავთ? სად აღმოჩნდით? ხოდა სად აღმოჩნდით? ნამდვილი დისპეჩერის ოთახია. აქედან შეხედეთ, შეგვიძლია გავიხედოთ, მართლა დისპეჩერის ოთახია. აქ შეგვიძლია დავждეთ რაღაცები, ვაკეთოთ. აი ეგრე. აქ ასე რაღაცა ეგეთი წითელი ბარათია. კარგი, წამო. აი მე მაგალითად, აი ეს საიდუმლო არ ვიცოდი რომ არსებობდა. აი დღეს მომივიდა ეგეთი აზრი, რომ ეგებ აქ მაგ წითელი ბარათით შეიძლება მოხვდე და თურმე მართალი აღმოჩნდა. მგონი ეს წითელი ბარათი უკვე აღარ დავსჭირდება და წავედით. და კიდევ ერთ საიდუმლოს გაჩვენებთ. აქ ეს ნამდვილად მუშაობს ეს რაღაცა აპარატი. აი ჩვენ არ შეგვიძლია აქ თოფი შევიტანოთ. შეხედეთ, ავიღე რაღაცა თოფი. შევდივართ. ეცა რატომ არა? ეცა, გონი ხელში უნდა ავიღოთ. აი, ამუშავდა. თუ მგონი ეგრეთ შეიძლება. არა, ეგრე არ შეიძლება. თუ შეიძლება, მოგეთ ვერ მივხვდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეგრე ხდება. კიდევ რა საიდუმლო შეიძლება გაჩვენოთ? ერთ საიდუმლოს გაჩვენებთ, რომელიც შოკში იქნებით უბრალოდ. წამო გაჩვენებთ ახლა. თქვენ ალბათ ყოველთვის გაინტერესებდათ, ანუ აი რა ხდება აი იქა, აი მაგ ოთახებში, როდესაც ბინა აქ არ არის, გაჩვენებთ ახლა. მაგისთვის უნდა დაპატარავდეთ, აიღოთ საძილე ტომარა. აქ რაღაცნაირად დადოთ ეს საძილე ტომარა და აქ შესაძლებელია რაღაცნაირად გავძვრეთ. წამოაბაი რა როგორ გავძრეი? რაღაცნაირად გამომდიოდა აქ გაძრომა. გონი უნდა ეხლა გამომივიდეს. თუ არა. ვაიმე. და რას ხედავთ? შეხედეთ, სად აღმოჩნდით უბრალოდ რაღაცა ადგილს, სადაც არაფერი არ არის. უბრალოდ რაღაცა დიდი ბნელი ოთახია. სადაც შეგვიძლია უბრალოდ ბინა შევიქმნათ. საიდუმლო ბინა, რომელშიც მოთამაშეებიც არ შემოვლენ და ვერასოდეს ვერ გაიგებენ, რომ აქ ბინა გაქვთ, მაგრამ ის არის ერთადერთი პრობლემა, რომ თუ ვიღაცა მაინც შემოაღწია, ბანს ვერ გაუკეთებ, იმიტომ რომ არ არის ეს შენი სახლი, უბრალოდ აქ რაღაცებს დადგეთ და შენ გონია რომ შენი სახლი. კარგი, მოდი იქიდან გავიდეთ ახლა. როგორ უნდა გავიდეთ ახლა აქედან? მე როგორ უნდა გავიდეთ ახლა? და ზუსტად იგივე მეგობრებო, ეს ხდება ჰოთელის, ანუ სასტუმროს ოთახებში. ერთი და იგივე ეს მართლა. რა ხდება? მეგობრებო, ცოტა მერე დაგიბრუნდებით, დამიცაეთ. გამოვაღწი აქედან როგორც იქნა. მოდი გავიზარდოთ ისევ და რამე სხვა საიდუმლოს გაჩვენებთ. კიდევ რა საიდუმლო შეიძლება გაჩვენოთ? აბა გავიხსენო. კიდევ რა საიდუმლოებია მაგ ქალაქში. აი გამახსენდა.
ალბათ ეს არ გეცოდინებოდათ. ეს საიდუმლო მერიაშია. წამო. შევიდეთ, აი აქ რაც მწვანე გილაკს ხედავ, თუ დავაჭერთ. მე ვთქვი დავაჭერთ. всё, ну როგორც იქნა. აქ რაღაცა საიდუმლო ოთახია. შეხედეთ, იცი რა ხდება? ანუ ავიდე და ყველაფერს გაჩვენებთ. შეხედეთ, არის რაღაცა სხვენი საათ იბეჭდება ფული ბრუქენში, შეხედეთ. რაღაცა ფულის საბეჭდი მანქანაა და აქედან ჩაოლებრივად შეგვიძლია ავიღოთ ფული. შეხედეთ, რა საინტერესოა. ალბათ ეგრე საიდუმლო თქვენ არ იცით. კარგი, ჩავედეთ და გამოვიდეთ აქედან. აი, წამო. კიდევ რა საიდუმლო შეიძლება? აი მაგ საავადმყოფოში გაჩვენებთ. აი აქედან რაღაცნაირ შესასვლელი თუ აქედან შეიძლება. მაგისთვის უნდა ავიღოთ საფეხურები. აქ დავდგათ. და აი აქ შეხედეთ რაღაცა საიდუმლო ოთახში ხვდებით. დარბაზში უბრალოდ. აი აქ ეგ წესით რაღაცა აგენტობა იყო აქ ადრე. და აქ ეხლა აღარაფერი აღარ არის, უბრალოდ რაღაცა მიტოვებული ადგილი, რომელშიც უკვე აღარავინ აღარ შედის. ნუ ეს აქ იშვიათად შედიან თუ რაღაცა ვისთვის საიდუმლო ჩვენება უნდა. აი ეგ რაღაცნაირად. კიდევ რაღაცა საიდუმლოს გაჩვენებთ, ხო, აქედან შეიძლება შემოსვლა. რომელიც ბიბლიოთეკაშია. წამოაბა. სადაა ბიბლიოთეკა? მგონი იქ არის, ხო? თუ მეორე ხარ, ხო, მგონი მეორე ხარის. თუ მაინც აქ თამყარეს. ხო, მგონი აქ თამყარეს. და ხო, უბრალოდ ვერ დავინახე. დამალულია ცოტა ბიბლიოთეკა. თუ შევძებით, აი აქ რაღაცნაირად. აი აქა. არა, თუ არა. არა, ეს რომ გამოვიდეს რაღაცა უნდა ქნა, მაგრამ მაგას უკვე აღარ გაჩვენებთ, აღარ მინდა რაღაცა. და კიდევ ერთ რაღაცას გაჩვენებთ, ვინც არ იცოდა. აი აქ თუ ჩახვალ. მაგას დააჭერ. ეს აქ საიდუმლო ოთახი უნდა გაიხსნას. მე ეს საიდუმლო ოთახი უკვე მიჩვენებია ჩემ ახსი ადრე. შეხედეთ, ფანტანის ქვეშ ვართ. მე ეს უკვე თქვენთვის გიჩვენებია და მაგიტომ არ დავკარგავ მაგაზე დროს. და მახსოვს მე როცა ბანკს ზარძვავდი, კიდევ არა, თუ არა, ეგ საიდუმლო გზა არ მიჩვენებია. აი შეხედეთ, აი აქ შეიძლება ჩაძვე რაღაცნაირად. აი აქა. თუ მიჩვენებია, აღარ მახსოვს ზუსტად. შეხედეთ, აქ რაღაცა საიდუმლო გასასვლელია. ისი ვერგები რატომ არ ირთვება? რამე როგორც იქნა. სადღაც. ხო, რაღაცა საიდუმლო გასასვლელია. საიდანაც რაღაცა საიდუმლო ადგილას ხდები. შედი რაღაცა ადგილია ეგეთი. ეს აქ თუ ჩავალთ, აქაც შეიძლება. ხო, ეგრე აქაც რაღაცა ადგილია უცნაური. ეს ადგილი მე უკვე მიჩვენებია. გამახსენდა, ეს ადგილი მე უკვე მიჩვენებია, როდესაც რადიაციას გადაურჩი მაგ ქალაქში. მაშინ უკვე წავალ აქედან. წავალ. ნუ კარგი მეგობრებო, მე ახლა ამ ვიდეოს დავთვალე. არ დაგაერთეთ ლაიკები და სულ და ჩემი არხის გამოწერა. ყველას ნახვამდის.